საქართველოს ხელისუფლება ვაშინგტონისთვის აღარ არის სანდო პარტნიორი, წერს ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში იან კელი. დიპლომატის განცხადებით არ არის გასაკვირი, რომ ვიცე-პრეზიდენტმა რეგიონში ვიზიტების პარალელურად თბილისს თავი აარიდა. ოცნებამ თავისი არჩევანი გააკეთა და ახლა ამას უნდა შეეგუოს, წერს კელი. პედოფილებით სავსეა მთელი ევრობიუროკრატია, ამბობს ზარქოა, რომელიც მონაკოდან მისი ვიდეოს გასაჯაროების შემდეგ ტრიბუნიდან იყო გამქრალი. ოცნების დეპუტატი ბრიტანელ მაღალჩინოსნებსა და დიპლომატებს დაესხა თავს. ჟურნალისტმა მას გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრის სტივენ დაუთის განცხადების შესახებ ჰკითხა, რომელმაც ოცნების მიერ მიღებული კანონები გააკრიტიკა და შემზღუდავად გამოაცხადა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მან უცხო ქვეყნის მოქალაქის საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანის სანაცვლოდ მოტყუებით $3,000 მოითხოვა. 500 კი წინასწარ აიღო. ბრალდებულს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. მოქალაქეებს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში $1,341 მილიონ მეტი ოქროული და სხვა ძვირფასეულობა აქვს ჩადებული. საქართველოს ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური დოკუმენტების მიხედვით მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საკრედიტო პორტფელის 78%-ს სწორედ სალომბარდე სესხები შეადგენს.